გუნდის ერთი ნაწილი იყო ახალქალაქში საერთაშორისო ტურნირზე, გუნდის მეორე ნაწილი ანტალიაში ტაილანდურ ტურნირში საერთაშორისო შეჯიბრებაზე და გუნდის ერთი მებრძოლი მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იყო წარდგენილი GFC 37. ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა სპორტსმენმა ჩადოს თავისი მაქსიმუმი, ბოლომდე დაიხარჯოს, ბოლომდე იბრძოლოს და თავის უკეთესი შედეგი აჩვენოს ყოველ მომდევნო ორთაბრძოლაში. შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში ახალბედა სპორტსმენებმა იბრძოლეს, მოვიპოვეთ რამოდენიმე ოქროს და ვერცხლის მედალი, ასევე ქამარიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მებრძოლები სწორად ვითარდებიან. განსაკუთრებით მიხარია ახალბედების პროგრესი, ისინი უფრო და უფრო ვითარდებიან და ეს ყველაფერი უკვე რინგზეც კარგად ჩანს. ასეთი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, ზურავარ გოიძეს თავისი შრომით და დისციპლინით მოიპოვა. ასეთი გამარჯვებები გუნდს აძლევს დიდ მოტივაციას, აღსანიშნავია, რომ ზურამ თავის კარიერაში ჩაატარა პირველი ორთაბრძოლა. ანტალია ეს უკვე სხვა დონეა, მაღალი კონკურენცია, ძლიერი მეტოქეები. ჩვენმა მებრძოლებმა ღირსეულად იასპარეზეს. გვაქვს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, გვაჩვენებს სად ვართ და რა უნდა გავაუმჯობესოთ. სულია, მაგრამ საინტერესო. როცა თავადაც გადიხარ რინგზე, უკეთ გესმის შენი სპორტსმენების თუ რას განიცდიან ისინი ბრძოლისას. ეს გამოცდილება, რა თქმა უნდა, შემდეგ მათთან მუშაობაში მეხმარება. ძალიან კარგი ბრძოლა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ საჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, მან აჩვენა ხასიათი და ხარისხი. ასეთი ბრძოლები მომავალში აუცილებლად შედეგს მოიტანს. სტაბილურობა, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური, სხვადასხვა გარემო, სხვადასხვა ტურნირი, ამას ადაპტაცია ჭირდება, მაგრამ ეს პროცესებიც გვაძლიერებს. სპონსორის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გვაძლევს შესაძლებლობას უკეთ მოვემზადოთ, მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებში და შევქმნათ უკეთესი პირობები ჩვენი მებრძოლებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა, ვანი გვაძლევს სტაბილურობას და მოტივაციას, რომ უფრო დიდ მიზნებზე ვიფიქროთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ძლიერი ბრენდი დგას ჩვენი გუნდის უკან. ძალიან დიდ როლს თამაშობს. ახალგაზრდებს ეცდათ მეტი შესაძლებლობა. უკეთესად მოემზადო, ტურნირში მიიღონ მონაწილეობა, მეტი გამოცდილება მიიღო. პირდაპირ აისახება მათ განვითარებას. ვფიქრობ, განვითარების კარგ ეტაპზე ვართ. უკვე გვაქვს შედეგები, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ვჩერდებით, წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. გაგრძელდება აქტიური მუშაობა, ახალი ტურნირები, ახალი გამოწვევები, გუნდი მოტივირებულია და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება. კიდევ ერთხელ უმეტესი მადლობა დეველოპერულ კომპანია ვანს, უმეტესი მადლობა მთავარ ბათუმელს, რომელიც ვერჩი დაგვიდგა, მომავალ შეხვედრამდე, გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოიწონეთ ვიდეო.